შემდეგი კონკურსანტი ახმეტელი ხვიჩა ჭიჭიაშვილია. ზედმეტად ჩაფიქრებული ჩანს. საინტერესოა, რას წარმოგვიდგენს სცენაზე. მოგესალმებით, გაუმარჯოს, როგორ ხარ, გაგვეცანი? მე ხვიჩა ვარ ჭიჭიაშვილი, კახეთიდან. ჩამოვედი ფილმში იმისთვის, რომ ვიცეკო. უნდა იცეკო. ნახოთ. აბა გთხოვთ. ნერვიულობ? გამარჯობა. გამარჯობა. თქვენი სახელი? ხვიჩა. ხვიჩა. რა უნდა გააკეთო ხვიჩა? ნავიცეკო. საიდან ხართ? რამდენი წლის ხართ? კახეთიდან ვარ 18 წლის. უკვე დაგავიწყდა კაცო. არა. უნდა ვიწყები. აბა რა შედაფიქრდით რა? მაინც ახლა ხო ეგეთი ისინი ხო? ეგეთი ისეთი და? არა. ჩვევა. შენ 60-ის იქნები მე რამდენი ხანი დაფიქრები? აბა. ხვიჩა, გაჩვენეთ რა შეგიძლიათ. ახლა. მუსიკა. მართალი გითხრათ, ნაკლებად მოველოდი ესეთ ეფექტს. ძალიან მომეწონა, მართლა. გიგა. ხო, ფლიანობაში ნომერი რა არის? ტექნიკა აქვს მართლა კარგი ხვიჩას, მართლა. ბევრი უმშავია და კარგად გამოსდის, მაგრამ ფლიანობაში ნომერი ცოტა უშინაარსო არის, მაგრამ სამაგერო ჩვენ ვნახეთ რამდენად კარგი ხარ. მადლობა. ხვიჩა, ეხლა შეგიძლია რომ მაგალითად თავი რო გვერდზე გაწიო და ტანი ესე და ისე ბელაპარაკო. ხო. ნუ რა ვიცი, რა გითხრა ხვიჩა, მე მიხარია, როდესაც კახეთში ერთ-ერთ რაიონის ერთ-ერთ სოფელში ადამიანი ზის და ესეთ ჟანრზე მუშაობს, ეს ჩემთვის ძალიან ესეთი საამაყოა, იმიტომ რომ აი მე არ მოველოდი ამ ყველაფერს. მოგმასი მადლობა. მე მგონი უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. ნუ მე შემიძლია ვთქვა კი. გეგა? კი. თქვენ გაქვთ 3 კი და გეოდებით შემდეგ ტურს. მადლობა. ძალიან ეფექტური. არ მეგონა თუ მეათ მაგიტრასის გავაკეთე ცხოვრებაში პირველად დაგვიცინეს. წარმოუდგენელი. აბა, წარმატებას გისურვებთ, გელოდებით მეორე ტურში. ჟიურის კახური ბრეიკდანსი მოეწონა. თვითნასწავლმა ხვიჩამ 3 კი მიიღო და მეორე ტურშიც გადავიდა.